როგორ თქვათ აღსარება. აღსარება არის ადამიანის სულიერი პორტრეტი. თუ ადამიანი ღმერთს არ ეძებს ინტენსიურად, როგორც წესი ის აღსარებას ვერ ამბობს. ქრისტიანულ აღსარებას. აღსარებას მაინც ამბობს, მაგრამ ეს აღსარება გავს ურწმუნო ადამიანი სინდისის მიერად, რომ მეგობართან სუფრაზე ორჭიქასო დალევს და ეს გავაკეთე და ესე მოვიქეცი და მეორე ძმა მეგობარო არ მოგეშებს. ანუ სინდისი ხო ყველას აქვს და სინდისის მიხედვით ადამიანმა შეიძლება დააფიქსიროს თავის თავში რაღაცები, რომელიც მას აწუხებს და ის შეიძლება მეგობარს უთხრას, მოძღვარს უთხრას. ანუ ეს არის აღსარება სინდისის მიხედვით. ხა ცუდი კი არ არის ეს, მაგრამ ქრისტიანული აღსარება გაცილებით ღრმა არის, ვიდრე აღსარება მხოლოდ სინდისის მიხედვით, იმიტომ რომ სინდისი არის ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია რაზეა გასწორებული. ხოლო როცა სინდისი გასწორებულია ღვთისმცნებებზე და პლუს ადამიანს აქვს მიზანი ქრისტეს დარის სრულყოფილება და მასთან კავშირი, არა მარტო სრულყოფილება, ანუ აი ქრისტე არის ვისაბაძი მაგალითად და მისნაირი უნდა გავხდე, ეგ არ არის საკმარისი. მისნაირი უნდა გავხდე და მასთან კავშირი უნდა მქონდეს. კავშირი მასთან და თან ვიცი სადაც ვარ, აი ეს სულიერი პორტრეტის დანახვა, სად ვარ მე ქრისტესთან მიმართებაში და მისკენ სწრაფის პერიოდში და მას რომ ვეძებ ინტენსიურად, აქტიურად, რა დაბრკოლებები მექმნება, ლოცვა იქნება ეს თუ ყოველდღიური ცხოვრება იქნება, ხო? აი ამ მათ შორის ამ დაბრკოლებებში ბევრია ისეთი, რომელსაც მე ვერაფერს ვერ უშვები. წინააღმდეგობები, რომლებიც მე ვერ გადავლახე და პლუს ესე იგი ჩემი სულიერი პორტრეტი. და მოძღვრის წინაშე ამას ვშლი და მოძღვარი როგორც ჩემზე ცოტათი გამოცდილი ადამიანი მეხმარება იმაში, რომ დავძლიო ის წინააღმდეგობები, რომელიც მე ხელს მიშლის ღვთისაკენსავალ გზაზე და დამანახებს იმ მიზეზებს. აი თქვა განვიკითხავ და ვერ მოვერია განკითხვას. მოძღვარი დამანახებს რა არის მიზეზი განკითხვისა. რაც უფრო ადამიანი კიდე ვიმეორებ ცხოვრების აზრის მიხედვით, ანუ ქრისტე რომ არის ჩვენი ცხოვრების აზრის, რაც უფრო ადამიანი სიღრმისეულად ცდილობს უფალთან ერთობას და ინტენსიურად ცდილობს ქრისტეს ძიებას, მით უფრო ხედავს ადამიანის საკუთარ თავს.